მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ვართ ცოტა არა ძალიან ცუდი ამბით. სევდიან ნოტაზე გიბრუნდებათ ჩვენი კონტენტი. ეხლა ვიმყოფებით ჩვენი მეგობრის, ჩვენი ოფროუდერის დიმას მაღაზიაში. მაღაზია, სადაც დიმას ჰქონდა ღვინის მეღვინეობის ინვენტარი და დანადგარები. და რამდენიმე დღის წინ სრულიად ჩაიფერფლა. არ ვიცით წარმოშობა ცეცხლის საიდან იყო რა იყო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ადამიანი დარჩა სრულიად შემოსავლის და შემოსავლის გარეშე და მხოლოდ მისი ვალების ამარა, ასე ვთქვათ. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მეგობარი არის ოფროუდ კლუბის წევრი, არის ძალიან გამოცდილი ოფროუდერი, ჩვენი უკარგესი და უახლოესი მეგობარი, რომელსაც ხარში დგომა დაჭირდა ისე, როგორც არასდროს არის ახალგაზრდა ჩემხელა ბიჭი, რომელსაც უცებს წარმოიდგინეთ, თვალსა და ხელშია უცებ გაუცამტვერდა, დაეფერფლა აი ეს შემოსავლის წყარო და არსის საერთოდ რითიც ოჯახს არჩენს და ყავს პატარა შვილები. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ მარტო ოფროუდში არ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ ოფროუდს გარეთაც და ყველა ჩვენი მეგობარი ცდილობს რომ ფიზიკური შრომით დაეხმაროს მას და ჩვენ გოგოებს შეგვიძლია უბრალოდ რომ გთხოვოთ მთელი გულით რომ დაუდგეთ გვერდში და ურთავთ ანგარიშის ნომერს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის თავიდან ასაწყობი და არ შეიძლება რომ ადამიანს ჩაუქრეს ის ყველა მიზანი და ოცნება რაც ქონდა აი ამ ერთი საშინელი უბედური შემთხვევით და მე მჯერა ჩვენი ერთობის ისე როგორც არასდროს. ეხლა რა მდგომარეობაც არის აი აქ ჩვენი კლუბის სამეგობროს ძირითადად დამსახურებაა რომ გასუფთავდა და ძირითადი ნაგავი ასე ვთქვათ რაც იყო დაიშალა და გაიტანეს და ბიჭება მართლა თავი არ დაზოგეს და რითიც შეეძლოთ ჩვენებს ყველაფრით გვერდში დაუდგნენ. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ როგორც ჩვენს მეგობრებს, როგორც უცხო ადამიანებს, როგორც კომპანიებს, საერთოდ ყველას, ვისაც ქართულთან რამეს შეხება აქვს, ვისაც როგორ შეგიძლიათ, იქნება ეს ტექნიკით, ფინანსურად თუ ფიზიკურად, მასალით, არ ვიცი, ნებისმიერი სახის დახმარება ხა ამ ადამიანს ჭირდება და დაუდგეთ რა ხალხო ფეხზე რამენაირად. გაცილებით ესეთი სიტუაცია იყო რა, რთული და დამძიმებული ასე ვთქვა და ყველაფერი 95% ალბათ ის იყო განადგურებული იყო და მაქსიმალურად შევეცადეთ ბიჭები ახლა 5-6 ბიჭი მეტი თუ არა 2 დღე აქ ვიყავით და აი ფიზიკურად მუშაობთ რა, რაც შეგვიძლია პირველ ეტაპზე ის დავახმარეთ და ნუ მე უკვე რასაც შევძლებთ კიდევ გვერდში დავუდგებით და მე ვეხმარებით და პროდუქტი რომელიც პროდუქტი რა საქონელი რომელიც ნაგვათ იქცა ხანძრის გამო აი სადაც შავებია ჩათვალეთ რომ აი ეს მანდამდე ელაგა და აი ეგ ნაგავია მოშორებული მთელი ამ ტერიტორიიდან მარტო აქედან არა აი რაც აქ ფართს ხედავთ ხანძარი შენი აზრით საიდან გაჩნდა? ჩემი აზრით არა ხანძარი გაჩნდა მარჯვენა მხრიდან დაბლიდან აი ამ კედლის დაბლა არის კიდე საწყობი სადაც კიდე რაც ახლა რასაც ჩვენ ვერ ხედავთ, იქ იყო კიდე პროდუქცია. გადარჩა საწყობში რამე თუ არა. აქ არაფერი არ გადარჩა საერთოდ. ახალგაზრდა ოჯახს წაერთვა ერთადერთი შემოსავლის წყარო. ეს მაღაზია ყველა მიცის და ყველა მიცოდა, ვისაც მეღვინეობასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან შეხება ჰქონდა. ყველასთვის საყვარელი მაღაზია იყო თავისი დაბალი ფასებით და თავისი ძალიან კარგი მომსახურებით. მოხდა რამდენიმე დღის წინ ის რომ უდიდესი თანხის ზარალი განიცადა ამ ოჯახმა აი ამ ხანძრით რა და მინდა გითხრათ რომ დიმა არის 27 წლის ყავს მეუღლე და 3 შვილი პატარა პაწაწკნიტელა შვილები და ეს პატარა ბავშვები და მთელი ოჯახი დარჩა ფაქტურად ლოკმაკურის გარეშე მე მინდა ვთხოვო და მოუწოდო ყველას ვისაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ვისაც შეუძლია გულთან ახლოს მიიტანოს, რომ რაიმე სახის დახმარება, ვისაც როგორ შეუძლია გაუწიოს ამ ოჯახს. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ეს ობიექტი ისევ გარემონტდეს, ისევ დაიწყოს ფუნქციონირება და ოჯახმა თავისი შრომით, ისევ თავისი წვალებით აი ნაზღაუროს ეს ზარალი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მე ხა თანხა არ მინდა უბრალოდ დავასახელო, არ ვიცი ოჯახისგან მაქვს თუ არა ამის უფლება. აქ ასეულობით
რამდენიმე 100,000 ლარზეა საუბარი და კიდე სიტუაციას ამძიმებს ის, რომ ეს 100,000 ლარი, რომელიც ამ მაღაზიაში იდო, იყო კრედიტით, ბანკიდან აღებული კრედიტით და ყოველთვიურად ოჯახს უდიდესი რამდენიმე 10,000 ლარი აქვს სახთებიდან. ჩვენი მიზანია, რომ ეს ობიექტი ჩადგეს სამუშაო მდგომარეობაში და ოჯახმა ისევ თავისი შრომით, ისევ თავისი წვალებით აინაზღაუროს ეზარალი და შემდგომ გააგრძელოს ფუნქციონირება ნორმალური, ასე ვთქვათ, მუშაობა და ფუნქციონირება. მე მინდა მთელ ოფროუდ სამყაროს მოუწოდო დაუდგეთ გვერდში დიმას აი ამ დიდ გასაჭირში და ვისაც როგორ შეგვეძლება დავეხმაროთ. ძალიან გთხოვთ მსხვილ კომპანიებს, სამშენებლო მასალები, ვისაც გაქვთ, რომ გამოხვიდეთ თქვენი მასალებით, ჩვენ თქვენი ფინანსები არ გვჭირდება ისე როგორც მასალები. ფინანსები კიდე წამოვა და ყველაფერს ვაკეთებთ მაგისთვის და ხალხის იმედიც გვაქვს ძალიან დიდი. თქვენი გვერდში დგომა ჩვენ არ დაგვავიწყდება და ვაპირებთ გადავიღოთ მთელი ეს პროცესი აი ამ ნოლიდან, როგორ აშენდება ისევ თავიდან სიცოცხლის უნარიანი ნათელი მაღაზია. ამიტომ თუ გახდებით ამ პროცესის მონაწილეები, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მაგრა გაგვიხარდება და ისევ გახსენებთ, მოდის ახალი წელი და დიმასთვის და დიმას ოჯახისთვის შეიძლება ეს ახალი წელი არ იყოს ისეთი ბედნიერი, როგორიც იქნებოდა წესით. ამიტომ მე მგონია ძალიან დიდი შანსი გვაქვს იმისთვის, რომ უბრალოდ დავამტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება. თუ გავერთიანდებით და ძალა ერთობაშია, მეგობრებო.